უკვე რამოდენიმე წელია ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არის, აი როგორც შედეგი გეტყვით, არის ახლა რამდენად ეს შეიძლება არამისიულად და არა ესეთი შედეგს, მაგრამ აი როგორც შედეგი გეტყვით რას გახციეთ. ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურ ერადიკაციაზე ამბიცია არ გვაქვს ჩვენ სასულიეროში. რატომ? იმიტომ რომ ეს ფაქტიურად აი ურთულესი არის იქ შექმნილი გარემოს გამო. აი როგორც ექიმები დამეთანხმებით პროფილაქტიკის დაავადება, პროფილაქტიკა თავისთავად გულისხმობს გარემო უკვე ფილტვში არის ისეთი შექმნილი, როდესაც ახლა თუნდაც რაღაც გარკვეული პერიოდში მოვაშოროთ ეს ბაქტერია და რაღაცა მოკლე პერიოდში მოხდეს ერადირება ამ ბაქტერიის, ამ გარემოს სადაც დრენირება ვეღარ ნორმალურად და ეს ქსოვილი, ბრონქის ქსოვილი ასეთი მოდულებულია, უნებრივია ახლა სტერილურ გარემოში გაცხოვოს ეს ადამიანი და ისევ მოხდება მასთან რაღაცა გარკვეული ინფექცია. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის საბოლოო ამოცანა რა თქმა უნდა არ არის საბოლოო რა თქმა უნდა არის ერადიკაცია და ასე ძალიან წარმატებულ შემთხვევასაც მოგახსენეთ, მაგრამ არ პირველი და აი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ეს ადამიანი საერთოდ აღარ იყენებს ანტიბიოტიკს. ეს არის ხოლმე მაგათი ძალიან დიდი ამოცანა, ესე რომ ვიტყვიათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ანტიბიოტიკი არის უამრავი გვერდითი ეფექტის შემცველი და გადამაგისა მულტირეზისტენტურები არიან ეს ბაქტერიები და უნებრივია აი ეს ამ ამოცანის შესრულება არის აი თითქმის პროგრამა მაქსიმუმი ჩვენთვის. აი ზუსტად ეს შედეგი გვაქვს ახლა ამ პაციენტთან. უკვე მე რამდენი წელია ეს პაციენტი პერიოდულად წელიწადში 2-ჯერ იტარებს ფაგებით თერაპიის კურსს და აი ამ კურსის შესახებ მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენი ამ მთელი ამ ესე იგი მუშაობის პერიოდში იმაზე დააყრდნობით, რაც აი ალბათონონზია მოგახსენა ამ ესე იგი თაგების მიმართულების წარმოების ციკლთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინფორმაციებზე დააყრდნობით, რაც ჰქონდა უკვე შევარჩიეთ ოპტიმალური ხანგრძლივობა კურსის, როდესაც შეიძლება მიღწეული ყოფილიყო თეორიულად ანდის სხეულების საკმარისად დიდი რაოდენობა, რომელიც ეფექტურობაში ამცირებდა ფაგის შესაბამისად 15-20 დღიანი კურსების სახით ვნიშნავთ ამ პაციენტებს მკურნალობას და პატარ-პატარა შესვენებებით და აი ერთჯერადად დავუშვათ აი წელიწადში ერთხელ 2-ჯერ აი ეს პაციენტი მაგალითად იყენებს ამ ფაგებს. უკვე თავს და ვიცით უკვე მისი ფაგები შენახულია უნებრივია ჩვენი ინსტიტუტის ლაბორატორიის კოლექციაში, იციან უკვე რომ ამ ადამიანისა ეს ფაგი და შემდეგ თუ კი რეზიდენტობა აქ ახლა აღარ დავიწყებ მაგალითად და აღარ შევა ამ დნმ ანალიზის განხილვაში, უბრალოდ ეს მოითხოვა იმან, რომ მას განვითარდა რეზისტენტობა ავტოფაგის მიმართაც და აი შემდეგ გამზადდა ახალი კიდევ ავტოფაგი. ეს ყველაფერი ჩატარდა იმისთვის, რომ უფრო დეტალურად შესწავლილიყო მიზეზი, რატომ მოხდა ეს რეზისტენტობა, ანუ ადგილი ჰქონდა მუტაციას ამ ბაქტერიის, თუ დავუშვათ იქ ერთდროულად არსებობდა სხვა გენომის მქონე სხვა ცებრომი და მეორე შტამი. ეხლა შემდეგი აი ეს არის ის შემთხვევა და სხვადასხვა ბოლოს მე პაციენტების ნებართვით რა თქმა უნდა არ დაგვიყვევია არანაირი კანონი გაჩვენეთ ამ პაციენტს, რომელზეც აი ახლა ვესაუბრებ. ეს არის ცისტური ფიბროზი, ადამიანი რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ესეც აი როგორც თავიდან გამოვახსენათ, ეს პაციენტიც აი იმ ბიჭუნას მსგავსად იმყოფებოდა ფილტვის განხილვის პროგრამაში. ანუ ადამიანი რომელიც მას ჰქონდა ცისტური ფიბროზი, იცით რა, ეხლა მაბარკეთ არის შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ
უბრალოდ ძალიან ორი სიტყვით ვიტყვი, რომ სიცოცხლის ფიბროზი ეს არის გენეტიკური დაავადება, აუტიზმური რეცესიული დაავადება, როდესაც ორივე მშობელს აქვს, ორივე მშობელი არის გენის მატარებელი, ამ ეგრეთ წოდებულ მემბრანული განლადობის მარეგულირებელი გენის მატარებელი და ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი შვილი შეიძლება თანდაყოლილი ამ გენის უმრავლესობით დაიბადოს. და ეს გამოიხატება იმით, რომ ესეთი გამონაყოფები სხვადასხვა ექოტრინული სეკრეტები არის ძალიან წეგოვანი და შესაბამისა ყველაზე ხშირი გართულებები, რაც აქვს ამ პაციენტებს და რომელი ორგანოების პრობლემებიც არის, ეს არის ფიბროზი. დიახ, ეს პაციენტი სხვათა შორის იყო იქ სხვადასხვა მუტაციები არსებობს, რა თქმა უნდა და აი ეს მუტაცია აღნიშნული არის მედი მაქვს ხედავს თქვენ თუ იმას ვსაუბრობთ ბატონო და ესე იგი ნახეთ ეს ყველაზე გავრცელებული მუტაციაა დელტა 5 მუტაცია და აი ეს პაციენტი რომელსაც სცადა ყველაფერი ახალი დაწყებული იყო სხვათა შორის CRP-ის ფიბროზის გამოყენება და კლინიკური პრობა მიმდინარეობდა, იქაც ჩაერთო დაუშვათ ფიდის გადანების პროგრამაშიც იყო და აი ჩამოვიდა ასე. საშინელი ხველა, იცით აი როგორი ხველა, რომელიც ისმოდა, რა ვიცი, ძალიან შორიდან პროდუქტიული ასეთი მწვანე ფერის ნახველი, აქ იყო, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული კოლონიზაცია, ფსევდომონაეროგენეზას მუკოიდური შტამი იყო და მოვიდა ფაგებისთვის, ჰქონდა ეს ინფორმაცია და მოვიდა. დავიწყეთ აქაც იმით, როგორც ყველა შემთხვევაში ულტრალური ანალიზით, ნახეთ, რომ ძალიან განსხვავება ჰქონდა აი ამ ჩვენ სტანდარტულ ფაგებზე და როგორც არის უკვე აქ დავადროამზია თქვა ორი მაკრიოფაგი ჩვენი ამ 6 ფაგიდან, კომერციული ფაგიდან შეიცავს ფსევდომონაეროგენეზას შტამებს, ეს ფაგებს, ეს არის ბიოფაგი და ინდესტიფაგი. ორივეზე შესანიშნავი მიზნობელობა ჰქონდა. ამ პაციენტს მუკოისციდოზისთვის დამახასიათებელი სხვა პრობლემები ჰქონდა, პანკრეასის როგორც ეგზოკლინური, ისე ენდოკრინული უმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ამიტომ ორივე ფაგით ერთდროულად დავიწყეთ. ინჰალაცია, ნებულაიზების საშუალებით და ორალური მიღება. ძალიან სწრაფად პაციენტმა იზნო ყველა შემთხვევაში ესე არ ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად დაეფოვნება რა ფაგით მკურნალობას. ამ იმდენად კარგად, რომ თითქმის ერთ კვირაში მან იგრძნო ამ სიმპტომებისაგან ესე იგი განთავისუფლება. ქოში იმდენად ძლიერი ჰქონდა, რომ ფიზიკური აქტივობაც კი რთული იყო მისთვის. ერთი სიტყვით დავიწყეთ კლინიკაში, შემდეგ წავიდა გააგრძელა საფრანგეთში მკურნალობა. გარკვეული დროის შემდეგ ეს ფაგი გახდა რეზისტენტული, ესეთი შემთხვევები ხდება ძალიან საინტერესოა. გახდა რეზისტენტული ამ ფაგების მიმართ, ავტოფაგიც დავამზადეთ, შემდეგ ისევ გახდა მზნობიარე. მთელი აი ამ ხნის განმავლობაში თითქმის 7 წელია ვაკუთრებით ამ პაციენტს. რა მოხდა საბოლოო ჯამში? ძალიან ბევრს აღარ დავაგრძელებ. ეს არის აი უნიკალური შემთხვევა, როდესაც მოხდეს უკვე მესამე წელია საერთოდ აღარ ითესება ფსევდომონაეროგენეზა. ეს იყო აი რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეხლა აი ძალიან გამორჩეული შემთხვევა. რა თქმა უნდა, შორს არ იმაზის და რომ ყველა შემთხვევაში და ყველა პაციენტთან ესეთ შედეგს მივიღებთ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ესეთი შედეგი გვაქვს. ეს პაციენტი იმდენად მიღათ მე რა დავამატო ესე იგი ისე შევუყვებით რომ იყიდა ბინა ვაკეში
ბატონო 47 იმდენად უყვარვართ, რომ ესე იგი წელიწადში ორჯერ სამჯერ ჩამოდი საქართველოში, ვინა როგორ გითხარით, იყიდა ვაკეში და თვითონ მოგვიყვარ როგორ აქტიურად მონაწილეობას იღებ და თვითონ აკეთა რემონტი, ზიდა ისინი სიმძიმეები და მაინც კარგად ვიყავი, არც ერთხელ არ დამჭიროდი ის მერე ანტიბიოტიკები. კი, ესე იგი სულ ორჯერ ამ განმავლობაში ჩვენ მუდმივ სულ ორჯერ ამ შვილის განმავლობაში ერთხელ კოვიდის დროს და ერთხელ კიდევ სხვა ვირუსული ინფექციის გამო დაშლიდა ანტიბიოტიკის მიღება და მოგესალმებათ, რომ ანტიბიოტიკის და ფაგის ერთდროული მიღება ეს არის სინერგია ძალიან სერიოზული და სულიად მისაღებია, როდესაც აი გამწვავებების პერიოდებია განსაკუთრებით ჩვენ პაციენტებს ვუჩვენთ, რომ ეს ორივე ერთად გამოიყენოს. აი თუ გახსოვთ თავდადიამას თავისუფლობაში ზუსტად ეს მოიყვანა, რომ საუკეთესო შედეგები ანტიბიოტიკების და ფაგების ერთდროული მიღებით დგებოდა. თუმცა რა თქმა უნდა, მიზანი ჩვენი ის არის, რომ მონოთერაპია იყოს ფაგებით და აუცილებლად დაუშვათ ანტიბიოტიკების მიღება. წლის ამერიკელი. ესე იგი, ეს აბანონი ასტიდან ძალიან მომეწყვით, აქ იყო პირველადი ცვილიარული სინეზია, ბრონქოიტაზური დაავადება, აქაც ფსევდომონა ინფექცია იყო, აქაც აფრიკული გამზადდა და აი ამ დროის განმავლობაში ეს აბანონი უკვე არ ვიცი, მე რამდენი აი ახლა კიდევ ერთხელ დავამზადეთ ავტოფაკი ამ გაცილებით კარგად და ეს ჩვენ მეგობარია. აი ცვილიარული სინეზიაზე რა დავისაუბრეთ, ცვილიარული სინეზიას